ჩემპიონო, უღრმესი მადლობა რომ შემოგვიერთდი. დიდი ხანია რაც ერთმანეთთან დალაპარაკების შესაძლებლობა არ გქონია. შენ გარკვეული დროით ჩამოშორებული იყავი შეჯიბრებებს. როდის მივხვდი რომ დასაბრუნებლად სწორი დრო დადგა. როგორც კი ჩემი პირადი პრობლემები მოვაგვარე, ეგრევე მივხვდი რომ დაბრუნების დრო იყო. თან ცხოვრებაში გადამტეხი ნაბიჯი გადადგი და ახლა მაიამიში ცხოვრობ. ხომ ასია? როგორ იქცე ეს ქალაქი შენს მთავარ ბაზად და სავაჯიშო ცენტრად? მაიამი იმიტომ მავირჩე რომ პირველივე ჯერზე როცა აქ ჩამოვედი, უბრალოდ შემიყვარდა ეს ქალაქი. თან ძალიან გავს იმ ადგილს, საიდანაც მე მოვდივარ ესპანეთში. გარდა ამისა, იქ ყავს ჩემი მენეჯმენტის გუნდი, უამრავი მეგობარი და უბრალოდ გიждები იქაურ გარემოზე. ასე რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მომიწია და საბოლოო გადაწყვეტილება მაიამი იყო. ნამდვილად შესანიშნავი ადგილია ცხოვრების მოსაწყობად. როგორია შენი საწვრთნელი პროცესი ფლორიდაში. ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველგან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყველგან ერთსა და იმავეს ვაკეთებთ. ჩემი მთლიანი გუნდი მაიამიში ჩავიყვანე და ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის. ყოველთვის ერთი და იგივე რეჟიმი გვაქვს. UFC თეთრის სახლის ქარდი ნამდვილად არ გავს სხვა ქარდებს, რომლებზეც მანამდე გიჩხუბიან. სანამ ოფიციალურად ჩაინიშნებოდა ეს სატიტულო ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან, საერთოდ ჰქონდა ამ ივენთის მიმართ ინტერესი? პირველად, როცა გავიგე მღვენიძების შესახებ, რომ მათ ბრძოლების ჩატარება თეთრ სახლში უნდათ, რა თქმა უნდა, თუ პროფესიონალი მებრძოლი ხარ, გინდა რომ ასეთ ივენტზე გამოხვიდე. რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა იქ ყოფნა. მაგრამ ამავდროულად არასდროს მიყვას მოვლენების დაჩქარება ან ვინმეზე ზეწოლის მოხდენა. ამიტომ ვთქვი, მისმინეთ, თუ გინდათ რომ ამ ქარდზე ვიყო, ვიქნები. თუ არა და რასაც ჩათვლიან საჭიროდ, იმას გავაკეთებ მეთქი. მინდა ოდნა უკან გადავახვიო მოვლენები ამ წლის დასაწყისში. ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტის შეხვდა მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის. სად უყურე ამ ბრძოლას და დადასტურა გამოიტანე გეიჯის ამ გამოსვლიდან? მახსოვს მაგ ჩუბს უყურე. მაშინ მაიამიში ვიყავი. აბა რა გინდა რომ გითხრა მათზე, მაგ ბრძოლაზე კარგს ვერაფერს გეტყვი. იმიტომ რომ უნარების და ტექნიკის თვალსაზრისით საერთოდ არ მომეწონა. როგორც ფანს არ მესიამოვნა, თუმცა სანახაობრივად კარგი ჩხუბი კი გამოვიდა. მას შემდეგ რაც გეიჯის პედი პიმბლეტთან ბრძოლა ნახე, როგორც წარმოგიდგენია შენი და ჯასტინის ორთა ბრძოლა. მისმინე, ჩემს უნარებსა და მის უნარებს შორის შედარებაც კი არ შეიძლება. უბრალოდ ვგრძნობ, რომ მასზე გაცილებით უკეთესი ვარ. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ქამრის დაცვა მის წინააღმდეგ მომიწევდა. მას შემდეგ რაც ის დროებითი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაგრამ არ ვიცი, მე მისი მხრიდან მოგების თითქმის ნულოვან შალს ვხედავ. თუმცა ეს ჩემი აღქმა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი ხედვა. შენს MMA კარიერაში გიჩხუბია ვინმესთან, ვინც სტილით ჯასტინს გავს, მაგალითად მოჭიდავესთან, რომელსაც დგომში დატყმა უყვარს, ან მებრძოლთან, ვისაც ასეთი ძლიერი ლოუ-კიკები აქვს. ყველა მებრძოლი განსხვავებულია, ოქტაგონზე ყველას თავისი ინდივიდუალური სტილი შემოაქვს. ჯასტინისნაირ მებრძოლს არასდროს შევხვედრით ვარ. ის ლეგენდარული მებრძოლია, როგორც ფანს ძალიან მომწონს და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებთ მის ჩხუბებს, რადგან ყველა მათგანი საოცრად სანახაობრივია. მაგრამ როცა საქმე უშუალოდ ჩემთან ჩხუბს ეხება, როგორც უკვე გითხარი, მისთვის მოგების ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ. ეს ბრძოლა რა თქმა უნდა 5 რაუნდიანია, როგორც ყველა სატიტულო ჩხუბი. თუ ფიქრობ, რომ საქმე გვიანია ჩემპიონურ რაუნდებამდე მივა, არა მგონია, მე სრულიად მზად ვარ. გამძლეობა არა მხოლოდ 5 რაუნდი, არამედ 5 დღე რომ ვიჩხუბო, იმდენი მაქვს. ზუსტად ვიცი რა გრძნობაა, როცა აიღლები, როცა მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც არასდროს ნებდები. ასე რომ მე აბსოლუტურად მზად ვარ. თუმცა სრულიად მწამს და დარწმუნებული ვარ, რომ მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ. უბრალოდ მინდა რომ ეს გამარჯვება საოცრად ლამაზი გამოვიდეს. შენი ბრძოლების უმეტესობა ნამდვილად საოცრად ლამაზად გამოიყურება. შენ უბრალოდ სხვანაირი ხარ. რა გხდის ასეთ უნიკალურს? გულისხმობ არა მხოლოდ იმას, რომ ბრძოლების ფინიში დასრულების საოცარი უნარი გაქვს, არამედ იმას, რომ შენს წინაშე ასებული ნებისმიერი წნეხის მიუხედავად, მუდმივად ასეთი მშვიდი ხარ. არ ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მაგ კითხვაზე პასუხს. მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა მახასიათებს განსხვავებული, ან საერთოდ ვარ თუ არა სხვებისგან განსხვავებული. მე უფრო შენგან სიამოვნებით მოვისმენდი ამის მიზეზს. არ ვიცი, ნეტავ ვიცოდი ეს ჯადოსნური ფორმულა, მე სიამოვნებით გამოვიყენებდი მის ნაწილს. ალბათ მძიმე შრომა და თავდადება რა. და კიდევ სწორი მიდგომა ყველაფრის მიმართ, რასაც ცხოვრებაში აკეთებ. ეს მართლაც შესანიშნავი გეგმა ნებისმიერი ადამიანისთვის. როგორც ვთქვით, შენ ჯასტინ გეიჯის ებრძვით, თუმცა პრომოუშენის გამო ყველა დროს ერთად გარკვეული დროის გატარებაც მოგიწიათ. როგორი იყო ეს პროცესი? ის კარგი ბიჭია, მის მიმართ პირადი არაფერი მაქვს და არც მგონია მას ჰქონდეს ჩემ მიმართ რაიმე პირადი მტრობა. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, ვილაპარაკეთ ჩვენს ოჯახებზე, ჰობიზე და ყველაფერზე. ის შესანიშნავი ადამიანია,
და ერთადერთი ისაა, რომ ოქტაგონზე მაქსიმუმ 25 წუთის განმავლობაში მოგვიწევს ერთმანეთთან ჭყობი, მაგრამ ამის შემდეგ მთელი ცხოვრება გვექნება წინ, რომ ერთად რო გავატაროთ. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი მასთან ერთად რამეს პრობლემა არ არის. თქვენ ერთად დრო იმ ადგილას გაატარეთ, სადაც უშუალოდ უნდა იჭყობოთ. მოგიწევთ ერთი სახლის სამხრეთ გაზონზე შესვლა. როგორი იყო ეს გამოცდილება ვაშინგტონში, როცა საკუთარი თვალით ნახეთ, თუ სად განთავსდება ოქტაგონი. ეს ხომ საოცრად უნიკალური სიტუაციაა. ეს საოცარი გამოცდილება იყო. ვაშინგტონს პირველად ვესტუმრე და ის ფაქტი, რომ თეთრ სახლში შეუძლია შესვლა და პირადად პრეზიდენტთან შეხვედრა, ეს ჩემთვის იმდენად უნიკალური გამოცდილება იყო, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამ მოვლენას ჩემი ცხოვრების მთავარ მომენტად შევინახავ. ეს საოცარი გრძნობა, თითქმის არარეალურად მეჩვენება თეთრ სახლში ივენთის ჩატარება, რომელიც სავარაუდოდ იქნება უდიდესი მოვლენა არა მხოლოდ UFC-ს ისტორიაში, არამედ ზოგადად სპორტის ისტორიაშიც. ამიტომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რომ ასეთი ისტორიული მოვლენის ნაწილი ვარ. ძალიან ვამაყობ და თავს დალოცვილად ვგრძნობ. უნდა გრძნობდე კიდეს თავს ასე, სრულიად დამსახურებულად. როდესაც ცხოვრებაში სხვადასხვა მიზნებს ისახავ, მათ ვიზუალიზაციას აკეთებ და შენი მიზნების მისაღწევად მუშაობ, ოდესმე თუ წარმოიდგენდი მსგავს რამეს, მაგალითად თეთრ სახლში ჭყობს. რეალურად არა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ პირველად როცა ამ ღონისძიების შესახებ გავიგე, საკუთარ თავს ვუთხარი. მისმინე, რატომაც არა მეთქი. მე ყოველთვის მიყვარს დიდ მასშტაბებზე ფიქრი და დიდ საქმეების კეთება. მანამდე თუ გიჭყობია ოდესმე ღიაცის ქვეშ. არასდროს, ხოთაშორის ეს ჩემი პირველი შემთხვევა იქნება. ჩვენ კვირას გარეთ ღია სივრცეში მოგვიწევს ჭყობი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც კი ვიცი, როგორ წარმოვიდგინო და გავაკეთო მთელი ამ გარემოს ვიზუალიზაცია, იმიტომ რომ ეს სრულიად განსხვავებული იქნება. სრულიად განსხვავებული რამ გველოდება, მაგრამ ძალიან აღელვებული ვარ და ინტერესით ველოდები ამ გამოცდილებას. რაც არ უნდა იყოს ოქტაგონზე, ჩემს მეტოქესაც ზუსტად იგივეს გავლა მოუწევს, ასე რომ მას არანაირი უპირატესობა არ ექნება. ასმე მექნება უპირატესობა და მას, ჩვენ ყველანი აბსოლუტურად თანაბარ პირობებში ვიქნებით. საწვრთნელ პროცესში თუ შეცვალეთ რაიმე იმის გამო, რომ გარეთ გიწევთ ბრძოლა, რაიმე განსხვავებულად გააკეთეთ, თუ ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, თითქოს მაგალითად დახურულ დარბაზში Madison Square Garden-ში ჭყობობდეთ. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ზოგიერთი ვაჯიში გარეთ ღია სივრცეში ჩავატაროთ. რადგან გარეთ გვიწევს ბრძოლა, მე ყოველთვის მიყვარს ასეთი პატარა კორექტივების შეტანა საწვრთნელ პროცესში. ვცდილობ ზუსტად იმ დროის მონაკვეთში ვივაჯიშოთ ხოლმე, რა დროშიც უშუალოდ ჭყობი მომიწევს, რათა მაქსიმალურად შევქმნათ ის გარემოებები და პირობები, რაც უშუალოდ ბრძოლის დღეს დამხვდება. რას ფიქრობ ახლა სპეციალურად ამ კონკრეტულ ბრძოლისთვის შექმნით ექსკლუზიურ ქამარზე? პირველად რომ დავინახე, უბრალოდ შემიყვარდა, ძალიან მომეწონა. გვერდზე რაღაც წარწერასავით აქვს, სადაც წერია კასაბლანკა. ეს რომ დავინახე, გავიფიქრე, ეს ქამარი ჩემს სულს როგორ იდეალურად მოერგება მეთქი. ვიცი რომ უამრავი ფანია აღბრთოვანებული შენი ოქტაგონზე დაბრუნებით. შენს ზურგს უკან ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ჯგუფი დგას და მილიონობით გულშემატკივარი ყავს მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა დალოცოს თითოეული მათგანი. როგორია ეს გრძნობა, განსაკუთრებით ამ გასული წლის განმავლობაში, როცა იცი რომ ამდენი ადამიანი გიჭერს მხარს, ელოდება შენს დაბრუნებას და გვერდში გიდგას ყოველ ნაბიჯზე. არ ვიცი, ეს უბრალოდ საოცარი გრძნობაა. უზომოდ მადლიერი ვარ ყველას იმის მხარს მიჭერს, ჩემი ოჯახის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა და ყოველთვის ზურგს მიმაგრებს, ჩემი გუნდელების. უბრალოდ ყველა ძალიან მიყვარს. შენმა ოჯახმა რა იფიქრა ამ უდიდეს შესაძლებლობაზე, რაც წინ გელოდება? ძალიან ბედნიერები არიან ჩემ გამო, ძალიან. გიждდებიან ამ ამბავზე, ძალიან მოსწონთ. მათაც ძალიან უნდათ ამ ივენტზე ყოფნა და საკუთარი თვალით ნახვა თუ როგორი იქნება ეს ყველაფერი. აბა ვის არ მოუნდება ასეთ ღონისძიებაზე დასწრება, ვის არ მოუნდება იქ ყოფნა? ბევრი ცნობილი მეგობარი გყავს, უკვე გწერენ ბილეთების თაობაზე. აბსოლუტურად ყველა მწერს ბილეთებზე, ყველა ბილეთებს თხოვს და სიმართლე გითხრა, ეს პირველი შემთხვევა, როცა არ ვიცი რა მოხდება, იმიტომ რომ პირველი შემთხვევაა, როცა ბილეთების ყიდვის შესაძლებლობაც კი არ მაქვს. ისიც კი არ ვიცი საერთოდ ამდენ ბილეთს მოგცემენ ან რამდენი ადამიანის მიყვანას შეძლებ იქ. ვნახოთ რა იქნება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მე თვითონ ვიქნები იქ და ჩვენ ახალ ისტორიას დავწერთ. შესაძლებლობა რომ გქონდეს, ვინ იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისი იქ ყოფნას გენდომებოდა? დედაჩემი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც მაგ ადგილას წავიყვანდი. ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეს დედაჩემი იქნებოდა. ის არის ადამიანი, ვინც იქ ყოფნას ყველაზე მეტად იმსახურებს. ეს ყველაზე სრულყოფილი და იდეალური პასუხია, რაც კი შეგეძლო გაგეცა. იცი ილია, ყოველ ჯერზე როცა ოქტაგონზე გხედავ,
ყველამ იცის თუ რა წარმოუდგენელი მებრძოლი ხარ და რა უნარებს ფლობ. მაგრამ შენ მაინც აგრძელებ ხალხის გაოცებას, აგრძელებ ზრდას და განვითარებას. როგორ ფიქრობ, ამჯერად სად და რაში დაინახავ შენ სამ ევოლუციას? სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მექნება თუ არა საერთოდ რო იმისთვის, რომ ეს ევოლუცია და განვითარება გაჩვენოთ. იმიტომ რომ მტკიცედ მჯერა, მას ძალიან სწრაფად ჩავაგდებ ნოკაუტში. სტილისტურად მართლა ასე მწამს. თუმცა კი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მაყურებელმა სიამოვნება მიიღოს და გაერთოს. უბრალოდ მინდა რომ ბრძოლის მერე ყველამ თქვას, მადლობა ღმერთს, რომ ამის ნახვის შესაძლებლობა მქონდაო. შენი ჩხუბებით ხალხი ყოველთვის ერთობა. წონის მიუხედავადაც მუდმივად დადისხმები, რომ შეიძლება ისევ ზედა წონაში ახვიდე. არის ეს რეალობა? არის ქვესაშუალო წონა შენს ჰორიზონტზე? ყოველთვის ვამბობ, რომ მინდა მესამე კამარის მოვიგო. ეს ყველა მეცის და ამ ბრძოლის შემდეგ თუ UFC მომცემს შესაძლებლობას, რომ ქვესაშუალო წონაში ავიდე და ვიჩხუბო მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, რომელიც არის ისლამ მახაჩევი, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. რატომაც არა, თუ რისკზე აწახვა, შამპანურსაც ვედალე, ხომ ასეა? ნამდვილად ასეა, შენ საწუნე პროცესის ნაწილი აქ ნიუ-იორკში გაიარე, სადაც ახლა ამ ინტერვიუს ვწერთ. იუაჯიშე პლინიო კრუზის დარბაზში, რომელიც რა თქმა უნდა ალექს პერეირას მწვრთნელია. პერეირაც ხომ თავის მესამე კამრის ძიებაშია. იცის ერთი კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს ეს მწვრთნელი, საოცრად კეთილია. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ თავის დარბაზში მიგვიყო. იქ ვაჯიში შესანიშნავი იყო. ამ ქარtზე ძალიან ბევრი უნიკალური მებრძოლია. არის ალექს პერეირა, ისეთი მებრძოლი, ვის კარიერასაც უყურებდა შესაძლოა გარკვეული ინსპირაციას ან მოტივაციას იღებდე მისგან. ალექსი ნამდვილად მხეცია, ხომ ხვდები რას ვამბობ? ის სირილ განის წინააღმდეგ ჩხუბობს. ორივე მებრძოლს დიდ პატივს ვცემ, ორივე უმაგრესია და დარწმუნებული ვარ, რომ საოცარ ბრძოლას გვაჩვენებენ. ჩვენ ძალიან დარწმუნებულები ვართ, რომ შენ და ჯასტინ გეიჯიც საოცარ ბრძოლას გვაჩვენებთ. ილია, შენთან საუბარი ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. წარმატებებს გისურვებ მოსამზადებელ ეტაპზე. უღრმესი მადლობა.